გამარჯობა. მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი, 10 წელი. დღეს 9 აპრილის შესახებ მინდა გიამბოთ. ისტორიას აქვს თარიღები, რომლებიც მხოლოდ კალენდარზე კი არ წერია, არამედ ერის მეხსიერებაში არის ამოტვიფრული. 1989 წლის 9 აპრილი სწორედ ასეთია. ეს არ იყო მხოლოდ ერთი დღე. ეს იყო დღე, რომელმაც შვა თავისუფლება. ბევრს ჰგონია, რომ 9 აპრილი მხოლოდ ტრაგედიაა. სინამდვილეში ეს არის დღე, როდესაც შიშზე მაღლა ღირსება დადგა. ეს იყო შიშზე გამარჯვების დღე, მაგრამ თავისუფლების გზა აქ არ დაწყებულა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ერთი დღის ისტორია არ არის. ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს ჩვენმა ქვეყანამ პირველად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. თუმცა ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ რაღაც 3 წელიწადში საბჭოთა რუსეთმა მოახდინა ჩვენი ოკუპაცია. 70 წლის განმავლობაში საქართველო დუმდა, მაგრამ არასოდეს შეგუებია ტყვეობას და დაიწყო გრძელი ძიმე გზა თავისუფლების დაბრუნებისთვის. და 1989 წლის 9 აპრილი ღამის 4 საათი რუსთაველის გამზირი მომღერალი და მოცეკვავე ახალგაზრდები, რომლებიც შვიდობიანად ითხოვდნენ იმას, რაც დაბადებიდანვე ჩვენი უნდა ყოფილიყო. დამოუკიდებლობა. იმ ღამეს არ დამარცხებულა ხალხი. იმ ღამეს დაიბადა თავისუფლება. საბჭოთა ტანკები, ნიჩბები და მომწამლავი გაზი იმედის წინააღმდეგ. იმ ღამეს 21 ადამიანი შეეწირა ამ ბრძოლას. მათი უმეტესობა ქალი იყო. ასობით ადამიანი დასახი ჩრდა და მოიწამლა. მათ არ ჰქონდათ იარაღი. მათ ჰქონდათ მხოლოდ ერთმანეთის ხელები და სიმართლე, რომელიც ტანკებზე ძლიერი აღმოჩნდა. ისინი ჩვენი გმირები გახდნენ, რადგან ცარიელი ხელებით და დიდი გულით იდგნენ ჩვენი თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა იმ ღამით არ შეწყვეტილა. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ისტორიაში გაიმართა უმნიშვნელოვანესი რეფერენდუმი. კითხვა ასეთი იყო: გსურთ თუ არა, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა და თითქმის ყველა თელმა საქართველომ შემოხაზა კი. ამ უდიდესი კის გამო საქართველო კვლავ თავისუფალი ქვეყანა გახდა. ჩვენ მივიღეთ ჩვენი საკუთარი დროშა, ჩვენი წესები და ჩვენი ნათელი მომავალი. დიახ, ხალხმა იჩია თავისუფლება იმ ადამიანების სახელით, ვინც 9 აპრილს სიცოცხლე დათმო. და სწორედ ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ დამოუკიდებლობა გამოცხადდა 9 აპრილს. იმავე დღეს, როდესაც ტკივით გაგვიკვალა გზა თავისუფლებისაკენ. ზუსტად 2 წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. დღეს, როდესაც თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავისუფლება საჩუქარი არ არის. ის მოპოვებულია, ჩვენი ვალია. ეს ხსოვნა არ ვაქციოთ მხოლოდ ისტორიის გაკვეთილად, არამედ ვაქციოთ ყოველდღიურ პასუხისმგებლობად, რადგან თავისუფლება ერთხელ კი არ მოიპოვება. მას დაცვა ყოველ დღე სჭირდება. დიდება გმირებს. თავისუფლება ლომთა ხვედრია.